ქართული ბრენდის დღე შერატონ მეტეხი პალასში მხურვალე აპლოდისმენტებითა და ფეიერვერკით გაიხსნა. სააგენტო პროფილი ქვეყნის საუკეთესო ბრენდებს უკვე მე-7 წელია აჯილდოებს. ეს პროექტი შედგა და არის წარმატებული და წელს უკვე მე-7 ტარდება. თქვენ ხედავთ, როგორი ინტერესია, საზოგადოებრივი ინტერესი ზოგადად. ბრენდ პერსონა ოქროს ბრენდი წარმატებული პროექტი, წარმატებული ახალი სახელი, რეპუტაცია და ნდობა. ამ ნომინაციებში პროფილმა წლის გამარჯვებულები გამოავლინა. ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნო შენი ხელწერა და შენი სტილი და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ნდობისთვის. დაჯილდოებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა ოქროს ბრენდის აქციას ქართული ბიზნესისთვის სტიმულის მიმცემი ღონისძიება უწოდეს. გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ კომპანიები მიკორა, გომი, PSP, მაგთი, ტკბილი ქვეყანა და გადაცემა პოსტსკრიპტუმი. ადამიანებს თუ არ შეუძახე, რომ უთხარო შენ ძალიან კარგი ხარ, მშვენიერი ხარ, შენ რა კარგად აკეთებ ამ საქმეს, სხვანაირად სტიმული აღარ იქნება. ვიღაცა ხო უნდა იყოს გამორჩეული. როგორც ადამიანებში, ისე საქმეში, არა? აი კომპანიებია ეხლა არის ვიციონანი ბრეგვაზე დაჯილდოებენ, როგორც ბრწყინვალე მომღერალს. იქ ვიღაც ბრწყინვალე მხიობს დააჯილდოებენ და ეს საჭიროა ერის სულიერი ამაღლებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წახალისება ქართული ბიზნესის და მინდა თქვა ყოველგვარ ძალიან ობიექტური შეფასება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ძალიან ბევრი, ძალიან პოპულარული ბრენდია. ეს არის თითოეული PSP-ის დამსახურება. დღევანდელი გამარჯვება ჩვენ გვაგვისურვებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. შეგვარჩიეს იმის გამო, რომ ეს სტაბილური გადაცემა, რომელიც უკვე მე-12 წელია მედია ბაზარზე არის. ნომინაციაში წარმატებული ახალი სახელი გაზეთმა Prime Time-მა გაიმარჯვა. სკანდალური და პოპულარული გაზეთის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ოქროს ბრენდის ტიტული მკითხველის მიერ გამოცემაზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. როდესაც 6 თვის გაზეთს უკვე ბრენდს აღიარებენ და ეს არის ძალიან ღირებულება და ვფიქრობ, რომ არის დიდი გამარჯვებების დასაწყისი. ჟურნალისტს ახლა Prime Time-ის რედაქციაში მორიგი სკანდალური მასალა მიაქვთ. მკითხველის ინტერესი პროფესიულ აზარტს კიდევ უფრო ამძაფრებს. თვლიან, რომ ჟურნალისტის მუშაობაში მთავარი სწორედ სკანდალია. ექსკლუზივი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, თუ კი რამ შეიძლება არსებობდეს ჩვენ საქმიანობაში. მით უმეტეს ეს გრძნობა ალბათ ნახეს დამეთანხმება, რომ ეს გრძნობა გამძაფრებულია Prime Time-ში, რომ გასწორს ფრუსტრაცი რო ვიყავი და როგორც სამშობლოში რო შევედი. კი, ეს პაციენტი ქალის იმიჯით შევედი, იმაში სამშობლოში და არა და იქ მქონდა მასალა მოსაზრდებელი. გაზეთის ფურცლებზე მოხვედრამდე მასალა გამოცემის დიზაინერთან მიდის. Prime Time-ის ყველა სტატია საბოლოო სახეს სწორედ აქ იღებს. წარმატება, რომელიც ჩვენ გვხვდა წილად ამ წელს, ძალიან ბევრმა რამემ განაპირობა. პირველ რიგში ეს არის ჟურნალისტების, ასე ვთქვათ, თავდაუზო გავიშრომა, დიზაინერების შრომა, რაც ჩვენს გაზეთს ალბათ ეთყობა კიდეც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ განსხვავებულები. სკანდალი, ინტრიგა, ინგლისური love story, ბომონდური ჭორები და მკითხველის დიდი ინტერესი. ეს იმ გაზეთის სტილია, რომელმაც ოქროს ბრენდის ტიტული სულ რაღაც 6 თვიანი მუშაობის შემდეგ მიიღო.